ჯარიმა გაქვს? სამი ჩამოვჩი მეთქი მაგითო მოგახსენეთ, მაგრამ ბოლო არის ძალიან უცნაური ჯარიმა. ანუ აქამდე თუ ორთა ჭალაში უნდა წავსულიყავი, მე ეხა მესამე როგორც ადვოკატმა მითხრა, უნდა ჩავაბარო რამიშვილის 38-ში თუ არ ვწდები და 5000 ლართან ერთად არის 15 დღეღამე პატიმრობა, მაგრამ ანუ 5000 ლარიც და 15 დღიანი პატიმრობაც თუ ან თუ ვეს აი ვეღარ გავიგე, მაგრამ მაგას მოკლედ ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ უკვე ხუმრობთ მეგობრები, რომ ვინ ვის უგებს 5-3, 4-3, 4-4 დამატებითი დრო თუ 11 მეტრიანები რავშვებით. ანუ ამაზე ლაპარაკი ხუმრობის იქით ცოტა უხერხულიც არის ხა ჩემ ჯარიმებზე საუბარი, როდესაც ადამიანი მიზის გვერდით ვისი შვილიც პატიმარია. როდესაც ჩვენი შვილებით გამოავსეს ციხეები, ახლა ჯარიმა და 15 დღეღამე კი არა 15 საქმე რაშია ახლა? სივრცე ეს არის ძალიან პირობითი რამე. 15 ეს პატიმრობა ძალიან პირობითი, 15 დღეღამე ვიქნებით 15 თუ 15 წელი. მე და ჩემი მეგობრები გაცილებით თავისუფლები ვიქნებით. ამ სივრცის ციხის და სიკვდილის ამათეშენია ჩვენ არა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირზე დიდი ქვეყანა არ არსებობდა და იყო ერთი დიდი დახურული კოლონია, ზონა. და სწორედ ამათ სამმართველ მემკვიდრეები გახდნენ. ქალბატონ ნარგის მინდა დავეთანხმო ერთ რამეში, რომ ჩემი პირადი დამოკიდებულება პოლიტიკოსებს საერთოდ ალბათ ყველაზე უკანასკნელი სოციალური ფენა, ვისაც მე პირადად ვენდობი და პატივცემ. მაგრამ მათი აქტიურობის აუცილებლობას თქვენ ხედავთ ბექა, აი რასაც ამბობდა ქალბატონი. პატივს სწორად ნაკლებ პატივცემ და ნაკლებ ადვენდობის სწორედ იმიტომ, რომ არ ასრულებენ ან არ ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს გაუსვა ეკა ხაზი. წინა ხელისუფლებებთან უამრავი პრობლემა ჰქონდა და მქონდა პირადად მე ძალიან დაპირისპირებული ვყოფილვარ ყველა ხელისუფლებას გულისხმობ. მაგრამ აქ ჩვენ აქ ერთ რამესთან საქმე. საქართველოს ისტორიაში ქალბატონი შეეხო საქართველოს ისტორიას და ქართულ ტრადიციებს. ჩვენ ყოლია ცუდი მეფეები და სუსტი მეფეები. აი უკანასკნელი მე გიორგი მე-12 ბოლო მეფე ვერ იყო ყველაზე ძლიერი მეფე. მაგრამ ჩვენ ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხას. ერთია ხელისუფალი, რომელიც შეცდომებს უშვებდა თუნდაც დანაშაულებს, მაგრამ ეს იყო საქართველოს ხელისუფალი. და მეორეა, როდესაც ჩვენ თბილისში ყავს პირდაპირ აღა მაჰმად-ხანი. დღეს ხელისუფლებაში არის მოსული და თბილისი და საქართველო აქვს აღებული არა ცუდ ხელისუფალს, არა სულელ ხელისუფალს, არა თუნდაც დამნაშავე ხელისუფალს. დღეს საქართველოში ყავს ოკუპანტი პირდაპირ რუსეთის ნამესნიკი სახელად ბიძინა ივანიშვილი. ამას ნამესნიკს დაარქმევ, უცხო ქვეყნის გუბერნატორს დაარქმევ თუ ხანს ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ. როდესაც აი ქალბატონ ნარგის რაში ვეთანხმებ პირველ რიგში? ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. პირველ რიგში ქვეყანა და მე ჩვენი შვილებიო, დედა რო ამას იტყვის, აი მესმის ეს რამ ხელა. ჩემთვის ეს იდენტობა, ეკა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები არის ერთი და იგივე. ერთი და იგივე ფასეულობა. და ჩვენ გვაქვს ქვეყანა დასახსნელი აღა მაჰმად-ხანისაგან სახელად ბიძინა ივანიშვილი. აქ არ არის სულ და კარგი პოლიტიკოსზე ლაპარაკი. სიცოცხლეში არ გავერევი პოლიტიკაში, მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემი ინტერესები მაქვს, ჩემი მეგობრები მყავს. არასოდეს არ გავერევი, არც მოვთხოვ მე პოლიტიკა ერევა თქვენ ცხოვრებაში ძალიან სუდა. პოლიტიკა არა, ერევა რუსეთის იმპერია, რომელმაც ამ ადამიანის სახელად ბიძინა ივანიშვილის ხელში მოახერხა ჩემი ქვეყნის ფაქტიურად მთლიანი ოკუპაცია. ჩვენ დავკარგეთ 1993 წელს სოხუმი, 2008 წელს ცხინვალი და ბოლომდე თუ არ ვიდგებით, დავკარგავთ თბილისსაც და დამთავრდება.